გამარჯობათ მეგობრებო. კიდევ ერთხელ შევეხოთ, უпростоრეთ შევძახოთ ჩვენს მეცნიერებს, აკადემიკოსებს, რა სიტყვიან იმ საკითხზე, რაზეც ახლა მე ვისაუბრებ. საკითხი შეეხება მიმდინარეობს თუ არა მზეზე თერმობირთული რეაქცია. და კიდევ შევეხებ იმ საკითხს, თუ როგორ წარმოიშვნენ ელემენტები პლანეტა დედამიწაზე. მე თქვენ მიგიყვანთ რაღაც ადგილამდე, სადაც მე მსჯელობას შევაჩერებ. სასიამოვნო იქნება თუ თქვენ რომელიმე გააგრძელებთ ამ საკითხს და მიხვალთ ბოლომდე. აი ჩვენ დავდივართ დედამიწაზე. აი ეს რას პერიოდულ სისტემაში უწერია მენდელეევს, გარდა ლაბორატორში მიღებული ელემენტების ანუ ის თუ სხვა რამე არა. აი ბუნებრივად რასაა ამ პლანეტაზე ყველაფერია ის რაც წერია მენდელეევის პერიოდულ სისტემაში რა. ურანიც და რადიუმიც და რა ვიცი ოქრო, ყველაფერია რა დედამიწაზე რა. ხო და ახლა მეცნიერებს აინტერესებდათ მაშინ ხო? აი ეს ელემენტები საიდან წარმოიშვა დედამიწაზე? საიდან გაჩნდა დედამიწაზე? ეს პასუხი მეცნიერებს არ ჰქონდათ. და აი პარალელურად ამ საკითხისა არც აი ეს პერიოდია, როცა მეცნიერებმა არ იციან მზე რატო ანათებს. რა საკითხებით არ ცდილობდნენ მეცნიერები რომ ეს საკითხები აეხსნათ, მაგრამ არაფერმა არ ივარგა. იმ დროს მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ბირთვულ რეაქციებზე. და ამიტომ ამ საკითხების ახსნას ისინი ცდილობდნენ ქიმიური რეაქციებით. თუმცა ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო. არავინ აღარ ელოდა ატომურ ფიზიკაში რაიმე შედეგს, რომ არა ერთი მოვლენა. ქიმიკოსმა ბეკერელმა უესრად აღმოაჩინა ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ არავის ფიზიკოსებს, რადგან ფიზიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ატომი არის ის უკანასკნელი განუყოფელი ნაწილაკი, რომელიც შემდეგ არ იყოფა. რა აღმოაჩინა, რომ თურმე არსებობდნენ ელემენტები, ძიმე ელემენტები, ასე რომ ვთქვათ, მენდელეევის პერიოდულ სისტემაში, რომლებიც განაგრძობენ დაშლას. ატომი არ ყოფილა უკანასკნელი ნაწილაკი, ის კიდევ შედგება თურმე ნაწილაკებისაგან. ეს მაშინ არ იცოდნენ. და დაინახეს, რომ ეს დაშლა მიმდინარეობს ბირთვიდან, რომ ატომის ბირთვი არ ყოფილა სტაციონარული, არამედ მას გააჩნია უნარი რომ დაიშალოს, ოღონდ ეს ეხება მძიმე ბირთვებს. და იმ წუთში ჩაერთვენ ეგრევე ფიზიკოსები, რომ შეესწავლათ, როგორ იშლებოდა ეს ატომი სპონტანურად, ანუ ბუნებრივად. კიდევ ვიმეორებ, მძიმე ატომებზია საუბარი, რომელსაც შემდეგ დაარქმევენ რადიოაქტიურ ატომებს, რადიოაქტიურ ნივთიერებებს. და საუბარი არის ურანზე. ну რა თქმა უნდა რადიუმიც არის, პლუტონიუმიც არის ისინი, მაგრამ აი ურანზე არის საუბარი. ეს რომ დაინახეს მეცნიერებმა, დაიწყეს ახლა ამის შესწავლა. და მათ აღმოაჩინეს, რომ როდესაც იშლება მძიმე ატომები, ისინი გამოყოფენ ალფა, ბეტა და გამა ნაწილაკებს. თავიდან ახლა არ იცოდნენ ახლა რა იყო ალფა ნაწილაკი, რა იყო ბეტა ნაწილაკი და რა იყო გამა ნაწილაკი. შემდეგ შეეცადნენ, რომ ეს ყველაფერი გამოიყენებინათ იმ საკითხების ასახსნელად, რომელიც ჯერ კიდევ შეუცნობელი იყო. ანუ რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რა. რატომ არიან ელემენტები პლანეტაზე და საიდან არიან და რის გამო ანათებს მზე. დაინახეთ რა წარმოიდგინეს. ალბათ თქვენც ესე წარმოიდგენდით, ხო? მეცნიერი ყოფილიყავით და ეს გაკვლიათ. დაუშვეს, რომ თვითონ ჩვენი პლანეტა შეიძლება ყოფილიყო მთლიანად ურანისაგან შემდგარი. იმიტომ რომ დაშლის დროს, როცა ურანი ისყებს დაშლას, აი ურანის ზემოთ რას კი ელემენტებია მენდელეევის პერიოდულ სისტემაში, აი ისინი წარმოიქმნებოდნენო დაშლის დროსო. ჯერ ერთი საიდან წარმოიშვა ამ ყველა ელემენტი ურანი, ამას პასუხი უნდა გაეცეს, ხო? წყალბადი საიდან წარმოიშვა, ის არიციან მეცნიერებმა და ახლა პირდაპირ ურანი ესე საიდან წარმოიშვა, ნამდვილად არიციან. ას კიდევ სხვადასხვა რაღაცებმა
ხელი შეუშალა რა ამ თეორიის განვითარებას რა და ეგრევე ჩაიფუშა ეს თეორიაც. ასევე გამოიყენეს ეს ურანი მზისთვისაც. რომ იქაც ის წარმოიდგინეს, რომ იქ იყო ურანი, ანუ მზე იყო მთლიანად ურანი და იმის დაშლის გამო იგი ასხივებდა და დღემდე ასხივებს ჩვენს პლანეტას ენერგიას. მაგრამ ეს ენერგია იმდენად სუსტია, რომ ვერც ამანივარგა. იმიტომ რომ ურანი კი იშლება, მაგრამ ის ენერგია, რომელსაც დასლის შედეგად გამოყოფს, მეტად მცირეა. და ეს საკითხებიც ჩაიშალა. და საერთოდ ვერავინ ეკარებოდა ამ საკითხებს, სანამ არ გამოჩნდა მეცნიერი სახაროვი. ეს უთანამედროვე მეცნიერია. პარლამენტის წევრიც კი იყო რუსეთში. ძალიან ახალგაზრდა იყო, თვითონ სტალინმა მიანიჭა მას აკადემიკოსობა. და ერთ რამეს მიაქცია ყურადღება და ეს უნდა კარგად მომისმინოთ რა და ძალიან კარგად გეცოდინებათ ეს საკითხი, მაინც თანამედროვე ფიზიკის საკითხია. აი ფიზიკის ამ პერიოდში აინშტაინი ფარდობითობის თეორიით ამტკიცებს იმას, რომ მასა ეს არის გამკრუებული ენერგია, რომ ენერგია შეიძლება გადავიდეს მასაში და მასისგან ისევ დაბრუნდეს ენერგიაში. აინშტაინი თავისი ფორმულით ეუდრის mc კვადრატს მართლაც ამტკიცებს იმას, თუ როგორ გადადის ენერგია მასაში და მასა გადმოდის ენერგიაში. მაგრამ ის ხშირად ხმარობდა ხოლმე აი ესეთ ფორმულას. ეუდრის დელტა mc კვადრატს. და ბევრჯერ უთქვიათ რა, აი რა შუაში არის დელტას რატო სვავს. აინშტაინი მარტო იმას კი არ იძახის თავისი ფორმულით, რომ როგორ გადადის ენერგია მასაში და ან მასა გადმოდის ენერგიაში. არა, ის კიდევ იძახის იმას, რომ თუ სადმე მოხდაო მასის დაკარგვაო, ის მას არ დაიკარგებაო. ვარიანტი არ არსებობს. აი მასის შესაბამისი ენერგია ამოსხივდებაო. და მე მინდა გითხრათ, რომ მასის დეფექტი არსად არ შეინიშნებოდა ბუნებაში. არსად. და აი ეს, რომ არსად არ შეინიშნებოდა ბუნებაში, მიაგნო ამ დეფექტს სახაროვმა. დაუშვათ, რომ თქვენ ერთ ხელში გიჭირავთ 1 კილოგრამი ცომი და მეორე ხელშიც გიჭირავთ 1 კილოგრამი ცომი. თქვენ თავისუფლად შეგიძლია აიღო და ესენი შეერთოთ. როგორც კი ამათ შეერთებთ, არა? 1 კილოგრამ ცომს 1 კილოგრამ ცომთან მიიღებთ 2 კილოგრამ ცომს. ანუ კანონი შესრულდება. ამას ქვია მასის შენახვის კანონი. იმიტომ რომ მასა არ დაიკარგება რა. აი გინდათ ვაშლი მოკბიჩეთ თქვენ ხო? აი რამდენის მოკბიჩეთ და შეჭამეთ. იმის მასას თუ მიუმატებთ ის რაც დარჩა მოკბეჩის მერე, აქაც თქვენ აღმოაჩენთ რომ მასა არ იცვლება. ჯამი მასებისა მაინც იგივე დარჩება. აინშტაინი აი ამ ფორმულით დააკვირდით, სადაც m დელტათი არის აღნიშნული, დელტა m. იძახის ვარაუდს ერთ რამეს, თუ მან და მაინც სადმე მოხდა ისე, რომ მასის დეფექტს, ანუ დანაკლის ექნება ადგილიო, მაშინ გამოსხივდება ენერგიაო. ანუ თუ ჩვენ 1 კილოგრამ მასის ცომს ვაერთებთ მეორე 1 კილოგრამ მასის ცომთან და ვიღებთ არა 2 კილოგრამს, არამედ კილოგრამსა და 800 გრამს, აი ეს 200 გრამი უკვე ენერგიით გამოსხივდებაო. ეს მომენტი არსად არ შეინიშნებოდა ბუნებაში და აი ამ გენიოსმა კაცმა სახაროვმა, რომელიც 28 წლის იყო, მიაგნო რაღაც ადგილას იმას, რომ ადგილი აქვს მასის დეფექტს და ადგილი ექნება მასის დეფექტს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი პროცესი ჩატარდება ნაწილაკების მიერ. საკმარისია ერთი პროტონი შეეხოს მეორე პროტონს, ანუ ერთი პროტონი შევაერთოთ მეორე პროტონთან, თითოეული ცალსაკე რამასისაც იყო, ჯამში იგივე მასას აღარ გვაძლევს, არამედ ადგილი აქვს მასის დეფექტს და ეს დეფექტი აუცილებლად ენერგიით გამოსხივდება. თეორიულმა კვლევებმა დაანახა მეცნიერებს, რომ
სუბუქ ატომებს შეახლიან ერთმანეთთან, აი მაგალითად როგორიც არის წყალბადი, ის მასა, რაც ჰქონდათ წყალბადებს შეხლამდე, აღარ იქნებოდა ტოლი შეხლის შემდეგ, მოხდებოდა მასის შემცირება. ხოლო ის შემცირებული მასა, რასაც ჩვენ მასის დეფექტს ვეძახით, აუცილებლად გამოსცემდება ენერგიის სახით. ამიტომაც გადაწყვიტეს მეცნიერებმა, რომ ჩაეტარებინათ ეს რეაქციები და მიეღოთ იმაზე მეტი ენერგია, რასაც იძლეოდა ურანის დაშლა. თეორიულმა კვლევებმა დაანახა მეცნიერებს, რომ თუ ჩატარდებოდა ასეთი რეაქციის ჩატარებისათვის და ელექტრული განზიდვის ძალების გადალახვისათვის საჭირო იყო წარმოუდგენლად დიდი ტემპერატურა. სწორედ ამიტომაც დაარქვეს ამ რეაქციას თერმობირთვული რეაქცია. სადაც ჩანდა, რომ ასეთი რეაქციების ჩატარებისას სუბუქ ელემენტებზე მიიღებოდა ახალი ელემენტი. ანუ კიდევ ვიმეორებ, ურანის დაშლით ხომ სუბუქი ელემენტები მიიღებოდა, იმიტომ რომ იშლებოდა და სხვა ელემენტები წარმოიქმნებოდა. აი თერმობირთვული რეაქცია კიდე არის შექცევადი პროცესი. ვაერთებთ ერთმანეთთან ორი წყალბადის ბირთვს, წარმოიქმნება ჰელიუმი. თუ ერთი წყალბადის ბირთვი ახლა თვითონ ჰელიუმში შეიჭრება, წარმოიქმნება უკვე ის ელემენტი, სადაც პროტონთა რაოდენობა იქნება 3, აღარ ვიცი ახლა ეს გონია თუ რა არის, არა მაქვს ამოდგენ, აღარ მახსოვს. ხო და ასე შემდეგ რა, ყოველი ახალი ელემენტის წარმოქმნის დროს თუ თქვენ აწევდით ტემპერატურას და დაამატებდით კიდე ერთ პროტონს, ანუ წყალბადის ბირთვს, ელემენტი შეიცვლიდა სახეს. და დაიწყეთ ახლა ამატეთ და მიყევით ესე და ესე დაალაგდა მენდელევის პერიოდული სისტემა. ხო და ეს მეცნიერებს ძალიან კარგად აწყობდათ. სიმართლე გითხრათ იმ პერიოდში, აი ეს თეორია ყველას მოწონდა და მათ შორის ვიყავი მეც, ისე კარგად იყო დაალაგებული ეს ყველაფერი, რომ მე მაგალითად სიმართლე გითხრათ ფეიტონას არ მქონდა წარმოდგენილი, დადგებოდა დრო და მე ამ მის წინააღმდეგ წავიდოდი და მივდივარ კიდევაც. ახლა რა სიძლება ეს თეორია და აი როგორ აღწერეს ბოლომდე მეცნიერებმა ეს თეორია. ნახეთ როგორ დაიწყეს მეცნიერებმა უკვე ამ თეორიის მიხედვით ციური სხეულების წარმოქმნის პროცესი. და იმიტომ იყო ეს მისაღები და დღესაც მუშაობს, აბა მისაღები რო არ იყოს. ეს ახამდე მოაწევდა და ნახეთ როგორ ჩამოაყალიბეს ეს ყველაფერი რა. მათ დაუშვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ იციან წყალბადი საიდან წარმოიშვა, ეს დაშვება სიმართლე გითხრათ შესაძლებელია რა, რომ თქვენ მოსულია რა ეგეთი დაშვება რა. ანუ რა, რომ აი თელი ეს თვალუწუდანელი სილცე დასაბამშიო აუცილებლად შევსებული უნდა ყოფილიყო წყალბადის ატომებით. ანუ სილცეში აი წარმოუდგენელი რაოდენობა წყალბადის ატომების რა. ის იყო წარმოუდგენლად უზარმაზარი მასა წყალბადების. და ამ წყალბადებმაო დაიწყეს ამ მასამო, აი წყალბადების შექმნა მასამო, დაიწყო გამკურნებაო. და გამკურნება რო დაიწყო, სიმკვრივე მის გულშიო, აი მასების გულშიო, უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე პერიფერიებშიო, ნუ ზედაპირებზეო. რის გამოცო იზრდებოდა გრავიტაციაო. ასე ხო ამათი აზრით ცენტრისკენ იყო მიმართული, ხო? რამდენი ეს მასა შეიკუმშებოდა, იმდენი იზრდებოდა გრავიტაცია, რომელიც კიდევ უფრო კუმშავდა შემდეგ ამ მასას. და აი ესე კუმშვითო, აი ეს წყალბადი აირია. კუმშვითო იმ დონეზე მივიდა მისი შეკუმშვაო, რომ დაიწყო მის ბირთვში ტემპერატურის გადამო და ეს მართლაც მასია ხალხო. ჩვენ გაზებს შევკუმშავთ, აუცილებლად დაიწევს მასში ტემპერატურა. ხო ეხლა ენაძვალი არა აქვს, ხო? გააგზავნეს რამემაც კუმშეს და მიიყვანეს ეს კუმშვა იქამდე სანამ ტემპერატურაო არ გახდა 10 მილიონი გრადუსიო. და უკვე მერე შეკუმშვა შეაჩერაო, თორე გაგზავნებოდა უსასრულობამდე შეკუმშვაო. შეაჩერა იმანო, რომ წყალბადის ბირთვებაო დაიწყეს ერთმანეთთან შეხლა მაღალ ტემპერატურაზეო. და დაიწყო ახალი ელემენტების შექმნა შიდო და ამ შექმნის შედეგადო კიდევ გამოიყოფა და
უზარმაზარი ენერგიაო. ერთი სიტყვით მზის გუშიო თავისთავად ჩაერთო თერმობირთვული რეაქტორიო. ეს თერმობირთვული ფეჩიო წინააღმდეგობას უწევდაო ვარსკვლავის კალაპს. ანუ ვარსკვლავი ცდილობს რომ შეიკუმშოსო და თერმობირთვული რეაქცია კიდე აფეთქების შედეგად ცდილობს რომ გააფართოვოს ვარსკვლავი. ამიტომაც ვარსკვლავმა დაიწყო პულსაციაო და თერმობირთვული რეაქციის საშუალებითო აფრქვევდაო სივრცეში იმ ენერგიას, რა ენერგიასაც ახლა ჩვენი პლანეტა იღებს სიცოცხლის შესანარჩუნებლადო. ერთი სიტყვით, აი ვერაფერს ვერ ეთქვი რა ამის მთქმელს, რა ისე მშვენივრად და ისე კარგად დახატეს ეს ყველაფერი. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მასზე არ არის. ეს ვერსია კიდევ გრძელდება. ანუ გასაცემია პასუხი იმაზე, რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროცესი, ანუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება მზის ფიში თერმობირთვული რეაქცია. და მეცნიერების პასუხი ასეთია, რომ გადის რა მილიონები და მილიარდები წლები იმ საწვავს, რომელიც მზე იყენებს ახალ-ახალი ელემენტების შესაქმნელად და ენერგიის გამოსაყოფად, ამოიწვევაო. ანუ საუბარია წყალბადზე, ხო? რომ დადგება ისეთი ჟამიო, რომ წყალბადი საერთოდ აღარ იქნებაო მზის ბირთვშიო. და ამის შემდეგო, როდესაც ეს საწვავი სულ გამოირევა მზის ბირთვშიო, თერმობირთვული რეაქტორი, ანუ თერმობირთვული ფეჩიო ჩაქრებაო. რის გამოც მოიხსნება ის ზალა, რაც აკავებდაო ვარსკვლავის კუმშვასო და ვარსკვლავი კვლავ გააგრძელებს შეკუმშვასო. გააგრძელებს ამ შეკუმშვასო და თუ ვერ მოინახა ის ზალა, რომელიც შეაჩერებს მას, მივა ეს კალაპსი იქამდეო, რომ ვარსკვლავი აფეთქდებაო. და როდესაც ეს ვარსკვლავი ფეთქდებაო, მაშინ ხო მანამდე იყო ეს ყველაფერი ელემენტიო, შექმნილიო. და ეს აფეთქებული ნაგლეჯებიო, და იქ პატარა ნაგლეჯები კი არ იქნებაო, პლანეტის ხელა ნაგლეჯები იქნებაო და გავრცელდებნენო თელს სივრცეშიო. მაგრამ სივრცეშიო ხო სხვა ვარსკვლავებიც უკვე აინთნენო სხვაო და ერთ-ერთი იყო ჩვენი ვარსკვლავიო. და ერთ-ერთი ნაგლეჯი კი იქიდან იყო ჩვენი პლანეტაო. ხო და ამ ნაგლეჯებმა რო ჩაუარესო, უბრალოდ გაუმართლა დედამიწასო, რომ მესამე ადგილზე მოვიდაო რა მზიდანო, იმ ჩვენი მზიდანო, გაუმართლაო და მზემ ჩაიჭირაო ეს პლანეტებიო, აი ყველა 7 პლანეტაო. და ატრიალებს ახლა თავის მზის გარშემო და აქ კიდე ისეთი ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდაო, რაღაც თან მესამე ორბიტაზე დგასო ჩვენი პლანეტაო, რომ მზეს კარგად ათბობსო და ასე შემდეგ რა, ახლა მოალამაზეს ხო ყველაფერი. ხო და ესე შეიქმნაო მერე და გაცივდა ეს პლანეტაო, ყველა ელემენტი აქ იყო და შემდეგ შეიქმნაო ცოცხალი უჯრედები საიდან როგორ ნუ ერთი სიტყვით რა. კიდევ ვიმეორებ რა. არსა დაკარჩას შემოქმედის ხელი და იმიტომაც არის ეს თეორია არასწორი და გზავსი რა ბუნებაში ნამდვილად არ ხდება. ყველაფერი იქმნება შემოქმედის მიერ და იმიტომაც წავედი მიამის წინააღმდეგ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მეცნიერები ჯუჯა ვარსკვლავების წარმოქმნას და თვით შავი ხვრელების წარმოქმნასაც კი კალაპსის შედეგად აფეთქებულ მზეს მიაწერენ. ანუ ისინი იძახიან, რომ მზე რო აფეთქდება, აი მაშინ წარმოიშობაო მაღალი სიმკვრივის მქონე შავი ხვრელიო და ამ ჯუჯა ვარსკვლავიო. მეც მიგვირს სხვათა შორის, რომ ამას რატომ იძახიან, აი ხა რატომ მიგვირს იცით? აი წარმოიდგინეთ, რომ ვარსკვლავმა დაიწყო კალაპსი, იკუმშება რა, იკუმშება და დაუშვათ, კი ბატონო რა. რომ მე ფეთქდება, კი ბატონო, იყოს ეგრე რა. ეგეთი რამე არ ხდება საერთოდ. და იკუმშება, ხო? ხო და როცა მივა იმ წერტილამდე რომ უნდა აფეთქდეს, რომ მე თქვენ გეკითხებით, რაღაცა პარამეტრების გაზრდის გამო აფეთქდება, ეს იქნება წნევა, ტემპერატურა, რაღაცა, ხო? ხო და მაინტერესებს ერთი რამე, რა აფეთქების წინ ეს პარამეტრები ყველაზე მაგრად სად იქნებიან გაზრდილი?
პერიფერიებზე თუ ცენტრში. აი პატარა ბავშვს შეეკითხოთ, პატარა ბავშვი ის გეტყვით, რომ ცენტრში იქნება. იმიტომ რომ ცენტრში იქნება ყველაზე მაგრად აწეული ტემპერატურაც თუ კალაფსი მიდის და წნევაც. და ცენტრი იქნება ის ადგილი, საიდანაც უკვე ხდება ვარსკვლავის აფეთქება. და თუ ვარსკვლავის აფეთქება მოხდება, მთელი ეს ძალა, დარტყმითი ძალა წავა ცენტრიდან პერიფერიებისკენ, ხო? იქ რა ბირთვი უნდა დარჩეს, გამაგებინეთ ერთი რამე რა. ლიმონკა რო აფეთქოთ, ეხლა იქ რაღაცა დაგჭირება, ან ბირთვი, ან რაც გინდა აფეთქეთ. სადაც აფეთქდება, ყველაფერი გაიფანტება გარეთ, იქ დარჩება სიცარიელი. მე არ მესმის ესენი რატო იძახიან ესე რა. და ძალიან დიდი სიმკვრივე იქნება და აი ეგ არის შავი ხვრელიო რა და ისეთი მიზიდულობა აქვს. რა მიზიდულობა უნდა გქონდეს? ვერ გავიგე, მე რო შეიკუმშა რა. არაფერიც იქ არ მოხდება ისეთი, გინდას რომ დარჩეს რაღაცა რა. თვითონ იმით შეიძლება მართლა ახლოს რომ მივაყრებ და უფრო მეტი გქონდეს, შორს ხო აღარ ექნება მე რა. ნუ ერთი სიტყვით რა, მე არ ვიცი ესენი რის თქმა უნდა ვერ გავიგე რა. და თან იძახიან რომ შავი ხროშიო რომ გადიხარო იქ რაღაცაო და დრო ჩერდება, ნუ რაღაცა რა ხო არ იხმე. შედალოცე რომ შენა თუ იმ ხელა სიმკვრივე აქვს შავ ხრელს რომ თუ რამე მის მორებში შეიჭრება, ყველაფერს მიიზიდავსო და ანგრევს და მაშინ ვიღა გასულა მეორე რაღა ხრელი ყოფილა ვერ გადიხარ იქიდან. იყოს ახლა ის ხრელი რა, წინ თუ ახლა ლომი იქნება და ყველაფერს გადაყლაპავს, რა ხრელია ეგეთი რა. ვინგა ვარო, ყველაფერს თვითონ ტანზე არ მიიკრავს მაშინ ის. სანამ გაივლის. და მე გეტყვით. რა გაგიკრდებათ? და მე ხელ მაგისთვის ზათრო არ იყო, რატო გეტყოდით? შავი ხრელი? მართლა ხრელი, არაფერი მასა იქ არ არის. არის რაღაც. და თუ ამაში ეჭვებარებათ ჩვენს მეცნიერებს, მე მათ დაუსვავ კითხვებს. და გასცენ ამ კითხვებზე პასუხი. წყალი არ გაუვა. აი მყისიერად იძლევა შედეგს, როდესაც ტარდება ლაბორატორიაში. მაგრამ აი ეს თეორია ბირთვული რეაქციის შესახებ დაწერა სახარომა უკვე რამის არ ვიცი რა 70 წელი გადის ალბათ რა. მაგრამ ლაბორატორიაში ვერაფრით ვერ განხორციელდა ეს. აი ეს დანადგარი, სადაც ამ თეორიის განხორციელება უნდათ, მაგას ქვია ტოკამაკი. აი რა ხდება, უკვე დავუკვირდით ახლა რას გეტყვით მე თქვენ? მზის როლს იქ თამაშობს. აი ქინძის თავის ხელა დეითერიუმი. ქინძის თავის ხელა ხალხმო. ეს ტოკამაკი არის ესეთი სფერო. და შიგნით ჩამოტაჟებული არის აი 12 ლაზერი და მგონი ისეთ მაგნიტურას მისცემ ტოკამაკი რომ რამის მზის გარშემო ეგეთი მაგნიტური ველი რა. და შიგნით არის მეთქი კიდევ ვიმეორებ ამაზე გამახვილებთ ყურადღება ქინძის თავის ხელა დეითერიუმია. აი ამ ლაზერებს რამოდენიმე წამში გადაყავთ ეს დეითერიუმი მილიონ გრადუს ტემპერატურაზე. და უნდათ რომ ხელოვნური მზე წარმოიქმნას და დეითერიუმი, ქინძის თავის ხელა დეითერიუმი მართლა გადაიქცევა მზედ. მაგრამ გადაიქცევა თუ არა რა, იმ წუთში იშლება. ანუ პროცესს რომელსაც ეგენი ახორციელებენ აფეთქების ხასიათი აქვს. არა ისე როგორც მზე აკეთებს, რომ ის დოზირებით უშვებს და უშვებს ენერგიას და მილიარდი წელი არსებობს და არ ფეთქდება რა. ხოლო აი ამ პროცესში მხოლოდ და მხოლოდ თერმობირთვული რეაქცია აფეთქებით მთავრდება. არაფრით არ ხდება პლაზმის შენარჩუნება, პლაზმა იშლება, ეგ არის აფეთქება. ხო და არ დაისმება კითხვა, თქვენ დალოცვილებო. თუ მზე აი ამ ხელა მასა არის, როგორც თქვენ იძახით. და აი ამ ხელა პლაზმა დგას და მილიარდი წელი უშვებს და უშვებს ენერგია ყოველგვარი აფეთქების გარეშე, დეითერიუმი ქინძის თავის ხელა დეითერიუმი გაქვთ, ხო? ქინძის თავის ხელა. და ამავე დროს მაგნიტური ველი გაქვთ იმ ხელა, ამ ტოკამაკის შექმნელი, რომ რამის მზის ხელა არის და თუ ის მაგნიტური ველი იჭერს იმ პლაზმას და ესე გონიათ რომ აი ეს უნდა დაიჭიროს იმ მაგნიტურმა ველმა. აქ რა ვეღარ დაიჭირა აქ. ერთი სიტყვით, რა ბრუნვაშიც არ უნდა აბრუნო თქვენ ეს პროცესი, ყველაფერი ხელის გულივით ჩანს. თეორია, რომელიც ახსენს თუ რა პროცესები მიმდინარეობს მზის ბირთვში და რატომ ანათებს მზე, ზუსტად იმ თეორიის მიხედვით გადმოგვაქვს ჩვენ ლაბორატორიაში
და ამ ხელა მასებს კი არ ვიყენებთ, ვიყენებთ კინძის ხელა ზომის დეითერიუმს. და პროცესი მაინც არ მიდის ის, რაც მიდის მზეზე. ხახნო, თუ კინძისთავის ხელა დეითერიუმის შემთხვევაში პროცესი არ მიდის. რას ველოდებით მე ვერ წარმომიდგენია, თუ რამე არ შეიცვლება ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ჩვენ მივიღოთ ხელოვნური მზე. და აი მე ერთ რაღაცას მივაქციე ყურადღება და იმის შემდეგ სულ დავწმუნდი საერთოდ, რომ მზეზე არ მიდის თერმობირთული რეაქცია და რატო. მე აი როგორ გითხრათ რა, ბევრი მეცნიერები არიან, რომელს მე მიყვარს დაწყებული აინშტაინი და პლანკი და რა ვიცი, ყველა გენიოსები იყვნენ ეგრე, მაგრამ აი გენიოსთა შორის გენიოსია რა, პირადად ჩემთვის იყო ნიკოლა ტესლა, რომელსაც არასდროს არ უთქვია იცით ხალხნო, რომ აი რა ასად იძახდა, რა ნოვატორი იყო, ნუ როგორ გითხრათ, აი მისტიკოსიც იყო რა, ფიზიკოს მისტიკოსი რა, ისეთ რამეებს ხედავდა, ნუ აი არ ვიცი რა. სხეულანაც გადიოდა, უდგენელი ფენომენის ადამიანი იყო, დარწმუნებული ატანტიდური გენი ჰქონდა მაგას. და რას იძახის იცით? რომ იმდენი ენერგია არისო ჩვენს გარშემო ელექტროენერგიაზე საუბრობს, წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხელოვნური მზე შევქმნათ. არასდროს მაგას, აი ესეთი თავსატეხი ჰქონდათ მეცნიერებს, არ უთქვია რა, რომ იმდენი წყალბადი გვაქვს ჩვენ გარშემო, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ წყალბადისთანო მზე შევქმნათო და მართლა არა გვაქვს რომ ოკეანეები წყალი არ არის, ორი წყალბადი და ერთი ჟანგბადი არ არის. დააცილე ერთმანეთს და იმდენი წყალბადი გექნება რომ რა ვიცი რა. მაგრამ არასდროს არ უთქვია, აი რატო არა თქვა მაგაცმა რომ აი ესეთი რაღაცებია საჭირო, რომ ჩვენ შევქმნათ ხელოვნური მზე. იქ წყალბადი არასდროს არ უხსენებია. ის ახსენებს ელექტროენერგიას. ელექტროობა გვაქვს ჩვენ იმდენიო, იმხელა ენერგია არის ელექტროობის სახითო, რომ მზე შეგვიძლია შეიძლება შევქმნათ. მაგრამ როდესაც აი ამ საკითხზე მე ერთხელ საუბრობდი, აი წარმოგიდგენიათ, რას მეუბნებიან, აგინე ხე შე რო თქვა რაღაც ნიკოლა ტესლა ესე ყავშენა გაღმერთებულიო, რომ მზის მაგერად რა ლამპუჩკა გვაქვსო. ის რომ დღეს მეცნიერებმა არ იციან რისთვის აგებდნენ უძველესი ცივილიზაციები პირამიდებს და ზიქურადებს, ეს კიდევ არ აუშავს, რომ მათი საშუალებით ხდებოდა რაღაც ღვთაებრივი სინათლის გამოვლენა. კი ბატონო, ახლა არ იციან, უიციან. ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩემზე ადრე არ იციან თვითონ მეცნიერებმა, რას გააკეთა ნიკოლა ტესლამ თავისი კოშკით. თქვენ ალბათ გექნებათ ვიდეო ნანახი, წარმოუდგენელი სიმძლავრის ელვების შექმნა. და სხვათა შორის მე ესე ვფიქრობ, რა უნდა შეეჩერებინა ექსპერიმენტი და აი დროთა განმავლობაში ცოტა იყო დარჩენილი, რომ აი კაცობრიობა დაინახავდა ფრთიან მირგვალას, ყოლის ხედელ თვალს, აი ამ დროს გამოვლინდებოდა და გამოჩნდნენ კიდევაც ფრთები. ღამე დღედ გადააქცია. აბატონო, მაგალითი ფირიც არსებობს, დავდებნი ამ ფირს. და ეს ყველაფერი სინათლის გამოვლენა მან მოახერხა ელექტროობით და არავით არის წყალბადის სინთეზით. ამიტომ მოიყვანე მე ეს მაგალითი. ესე იგი შესაძლებელია ხო ელექტროობით სინათლის გამოვლენა. ფაქტიურად ნიკოლა ტესლა მე ადრეს გითხარით ჩემ ლექციებში, რომ გაიმეორა ატლანტთა ტექნოლოგია. მაგრამ მე ისაც გითხარით, რომ ჩვეულებრივი სინათლის გამოვლენისათვის არ იხწოდნენ ისინი ატლანტები. სინათლეს, რომელსაც ისინი პირამიდებითა და ზიქურათებით ავლენდნენ, ცოტა სხვა ბუნების სინათლეა. ის მოაზროვნე ნათელია. ეს არ არის ნატურის ნათება. და კაცი სულ იძახდა მეთქი, აი მის თქმა მინდა მე, რომ ელექტროობით შეიძლებაო მზის მაგვარი ფენომენის შექმნაო. იმიტომ მოიყვანეს მაგალითი, რომ რატომ მიიჩნიეს მადამაინც, რომ თერმობირთული რეაქცია უნდა არსებობდეს, რომ სინათლე მივიღოთ. გარდა მაგისა, რაც ახლა მე მოვიყვანე, ხო მაგალითად, ვის არ უნახია სფერული ელვა, შარავე მოვლენას რო ეძახიან. სად მიდის იქ თერმობირთული რეაქცია, მის შიგნით? მთლიანი ელექტროობაა იქა. სინათლესაც იძლევა და სითბოსაც იძლევა. და დღეს არც ერთმა მეცნიერმა არ იცის, როგორ და რაფერ შექმნას სფერული ელვა.
ალბათ დამეთანხმებით რა, რომ შემოქმნეს როგორმე ეცოდინებოდა, ხო, როგორ შეექმნა, მაგალითად სფერულიერად გამოიყენებინა ის როგორც პლანეტის ენერგოწყარო. ზე რა არის, ხო, ენერგია, ხო, პლანეტისთვის რა, რათა შეინარჩუნოს თავისი სიტყოთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიცოცხლე პლანეტაზე, ხო? თუ საბოლოო ჯამში მე რად მივიჩნევ მზეს და რა შეიძლება ის იყოს, მე ჩემს ლექციაში მაქვს კიდევ უფრო დახვეწილად ახსნილი. მე ისაც ვიცი წინასწარ, რომ მაგის გაგება მეცნიერებისთვის ძალიან რთული იქნება და არაფერი სირთულე მანდ არ არის. და მე იმიტომაც ვიზახდი ხშირად, რომ არის საკითხები, სადაც მეცნიერები ვერასდროს მივლენ ამ საკითხებზე და ეს თანამედროვე მეცნიერება აი ეს ეგზოპლანეტებზე ვინცაუბროს და შავხვრელებზე და რა ვიცი რა გაუდით ერთი ამბები, არა, ვერასდროს ვერ შეიცნობენ ჭეშმარიტებას. რადგან ისინი არადროს არ დაიჯერებენ ხალხნო, რომ დედამიწა ეს არის შექმნილი როგორც ცოცხალი ორგანიზმი და თვითონვეა დედამიწა ყველა იმ ცოცხალი ორგანიზმის სასყისი, რომლებიც მის ზედაპირზე ცხოვრობენ. ეს აი როგორ აქ იცით ახსერელი თოთატრანს აი ხელის გულივით. რადგან ჩვენ თქვით რომ არავითარი აფესქების შედეგად არ არიან წარმოქმნილი პლანეტები, რაღაც ვარსკვლავის კალაპსის შედეგად, აფეთქების შედეგად, მაშინ დაისმება ხო ისევ კითხვა, ის ამოხსნაც უნდათ მეცნიერებს. კაი, საიდან არის ამ პლანეტებზე ეს ელემენტები? აი ეს ნივთიერებები, საიდან არსებობენ, აი რაც მენდელევის პერიოდულ სისტემაშია. გეტყვით მარტო მინიშნებას და თქვენ უნდა ეს დამოუკიდებლად შეძლოთ და ვინც ვერ შეძლებთ არა, წაიკითხეთ ჩემი ლექციები, შეიძენეთ წიგნი და იკითხეთ და განათლდით რა. როდემდე უნდა ზდიოთ ამ თითიდან გამოწვეულ გაზუთხულ აბსურდებს, რომელიც არაფრის მომცემია. ერთი რაც უნდა გააკეთოთ თქვენ აუცილებლად და რანაირი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეთ, არ უნდა გახვიდეთ ამ პრინციპიდან, ეს არის ის, რომ რას ხდება ერთში, ის ხდება მეორეში. იმიტომაც ამბობს Диади Атланти. Сонный галактик и в атоме малом мудрость одна существует во всем. Сложено множество, множество в одном. Свет всех вещей, творение начала. Маша Садаме, Диади Атланти გვეუბნება რომ თუნდაც გალაქტიკებშიო და თუნდაც პატარა ატომშიო სიბრძნე ყველგან ერთიაო. ყველაფერი ერთშია და ერთშია ყველაფერიო. სინათლე არის ყველაფრის შემოქმედიო. და მართლაც ასია ხომ ჩვენთვის არ არის ეს ყველაფერი. საკმარისია რაღაც ერთი მთლიანი ავიღოთ, არ გინდა, რაც გინდა ის აიღეთ რა. აი მაგალითად ავიღეთ ჯოხი, რაზე მოვატეხე ხო? აი იმ პატარა ზუსტად ის თვისებები ექნება, რაც მთლიანს ქონდა. და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით ხო? თქვენ თესხეულში 5-6 ლიტრა სისხლი გაქვთ ხო? მაგრამ რო გაიგოთ რა მდგომარეობა არის თქვენ სხეულში, თქვენ სისხლში, ერთ წუთს იღებენ ხო? და იმით იგებენ შემდეგ რომ აი რა გჭირს და რა არ გჭირს. აი ასე დაკვირვებებს ჩვენ მივყავართ იქამდე რომ შეიძლება ითქვას რომ სამყარო გადის ისეთ ფაზას სადაც მისი გამოვლინება ხდება ჰოლოგრამული პრინციპით. ეხლა რატო ხდება ჰოლოგრამული პრინციპით? თქვენ რო აიღოთ მაგალითად რაიმე აი რაღაც რა ვიცი რაც გინდათ რა და ჩაწეროთ მისი ჰოლოგრამა ლაზერის საშუალებით. თქვენ იმავე ლაზერის საშუალებით შეძლებთ მათ სამ განზომილებაში რომ აღადგინოთ. აი სურათი, ეგ არის ჰოლოგრამული გამოსახულება. მაგრამ აი დააკვირდით ახლა რა მოხდება? სურათს, რომელსაც თქვენ 3D-ში აღადგენთ და იმ სურათს აი დაკუწავთ თითოეული ნაკუწიდან ის ლაზერი ისევ მთლიანს აღადგენს. ხედავთ? რომ ის რაც არის პატარაში ყოველთვის ინახავს ინფორმაციას მთლიანის. აი თქვენი უჯრედიდან რაღაცა სინათლე არსებობს ფენომენალური, შეუძლია აღადგინოს ისევ თქვენი სხეული. თავარია ის სინათლე არსებობდეს. ხო და როცა დაისმის ასეთი საკითხი, თუ საიდან ჩდებიან ელემენტები,
საიდან იბადებიან ის ნივთიერებები, რომელიც მენდელევის პერიოდულ სისტემაშია გამოსახული, ასეთი შეკითხვის დროს, რამაც ახსენებს საიდან იბადებიანო, დაბადების პროცესს დააკვირდით ხალხო. რაც ხდება სამყაროში. ამ დაკვირვების დროს უნდა დაიცვათ აი შემდეგი მოსაზრებები. თქვენ არასდროს არ უნდა გახვიდეთ სამყაროს ერთიანი სურათიდან. თუ სადმე სურათი მიიყვანეთ ბოლომდე, ის გაიმეორეთ მერე ყველგან და ყველაფერში. რადგან ყველგან და ყველაფერში არსებობს უნივერსალური მატრიცა და ის მატრიცა არ იცვლება. ის არის ერთი ყველასათვის, ატომისათვის, უჯრედისათვის და აღარ აქვს მნიშვნელობა, რა გინდა სხეული აიღეთ, ისიც გინდა და გინდა galaktikები აიღეთ. აი ამას უნდა დააკვირდეთ, აქედან არ უნდა გახვიდეთ. სამყაროს ერთიანი სურათიდან არ უნდა გახვიდეთ. ხო და როცა ამას დააკვირდებით, კარგად, უკვე მიუახლოვდებით იმ საკითხს, თუ საიდან შეიძლებოდა რომ წარმოქმნილიყონ ეს ელემენტები. დედამიწაზე და საბადოებია ხო, ამისი ოქროსი, რა ვიცი 1000 კრისტალის და რა ვიცი და ბაზალტის, გრანიტის, ნუ რა, ხო არის ეს ყველაფერია რა. ამას აუცილებლად მიხვდებით. ხო და რომ მიუახლოვდეთ კიდევ უფრო ახლოს. აი მე მეცნიერების გასაგონად ვამბობ ამას. რომ აი თქვენ მეცნიერებო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოთ ის საკითხი, თუ რისთვის არის ნეიტრონი ატომის ბირთვში. აი რას აკეთებს ის? რისთვის თქვენად ხო არ იქნება რა? მე რა თქვენი მოსაზრებები ასე თუ ისე ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიარეთ რა ეს რა. იმიტომ რომ ერთი შეხვედრით რას აკეთებს რომ ნეიტრონი რომ ამზიმებს ატომს, მე სხვა არაფერს არ აკეთებს არა. მთელი რომ იტყვიან პარადი მიყავს პროტონს და ელექტრონს, ხო? ის იქნება, არ იქნება არაფერში ხეს არ უშლის, ხო იცით ეს თქვენც არა? უბრალოდ ამზიმებს. ამიტომ არის ნეიტრონი ბირთვში, რომ დაამძიმოს ატომი და ბარიღამ აქ ორი სიტყვით ვიტყვი, სანამ მოვჩებოდი ამ თემას. აი ამას თუ ვინმე ბიოლოგი მისმეს მე და გასაგონათაც ვიზახი, იმიტომ რომ მისთვისაც დავწერ ახლა მე ერთ ლექციას. ანუ რა მინდა უთხრა ამ ბიოლოგს რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ბიოლოგებო რომ მიტოზი ეს რა არის ხო უჯრედის გაყოფა ხო? აი ეს გადის სამყაროს ერთიანი სურათიდან. და აი თქვენს დააკვირდით რა. აი ის რასაც მეცნიერება დღეს ახსენებს როგორ მიდის უჯრედის მიტოზი არის თუ არა სამართლიანი და გააკეთეთ ისე რომ არ გავიდეს ეს საკითხი სამყაროს ერთიანი სურათიდან. ანუ დაბადების პროცესიდან. მე თუ მკითხავ სამყაროში მიდის დაბადება რა. აქ ყველგან და ყველაფერში არის სიცოცხლე. მაშინაც როცა არაფერი არ არის და რაღაცა არის და ისაც ვერ გაიგზავს რა არის, ისაც ცოცხალია რა. და ბადებს და ბადებს, ცოცხალი ბადებს, ცოცხალი ბადებს, ცოცხალს და მიდის ეს პროცესი. თუ არა და მე ჩავწერ ლექციებს და დღეს გასაგონად ვიტყვი იმას, რაც სათქმელია. აბა დროებით